წარმოგიდგენთ ხაშურელ მეწარმე ქალბატონებს, რომლებიც ძალიან დიდი შრომის შედეგად, დიდი გამოცდილების და ცოდნის შედეგად დააგროვეს უამრავი ხელნაკეთი ნივთი და სხვადასხვა ღონისძიებებში იღებენ მონაწილეობას. იქარგებოდა ხოლმე მეტწილად სამეფო კარზე დედოფლების მიერ. ძალიან ძვირადღირებული, ნამდვილი ოქროს ზაფებით იქარგებოდა. შემდეგ რატომღაც მიიკარგა და მიივიწყა ყველამ, იმიტომ რომ ძალიან დიდ დროს მოითხოვს დიდ ენერგიას და ჩვენი პატრიარქის ილია მეორის თაოსნობით აღდგა ისევ ეს ხელოვნება საქართველოში და აი ვაგრძელებთ ჩვენ. თუ რამე ბუნების ქმნილება არის ნაზი, ლამაზი, მშვენიერი, ყველაფერს ვცდილობ რომ დროს გაუძლოს და ასე ვათავსებ ეპოქში და ასე ვქმნით ჩემ ნამუშევრებს. ვაგრძელებ ქართულ ტრადიციას, რომელიც ადრეული ხნიდან იღებს სათავეს. მაქვს ასევე მირინოსისგან დამზადებული შარფები, სამკაულები, სუვენირები და ასე შემდეგ. მე აი თოჯინებს ვამზადებ ხალისით, რომელსაც ძალიან კარგად ვიყენებ ჩემს საგაკვეთილო პროცესში. აი მაგალითად ეს თოჯინა დირიჟორის სახით მყავს გაკეთებული. ქალბატონი, რომელიც არის ჩვენი ორგანიზაციის ახალი წევრი. ვამზადებ ღვინის ბოთლზე ჩამოსაცმელ ჩოხებს, ქართულ სუვენირს. წარმოდგენილი აქვს სურამის გირჩის მურაბა, რომელიც ძალიან საინტერესო და სასარგებლოა. ნათია მაღლაკელიძე, რომელიც აწარმოებს საუცხო სათამაშოებს ეკოლოგიურად სუფთას ბავშვებისათვის და ძალიან ორიგინალურს მინდა ვთქვა. და მათ ჭირდება პოპულარიზაცია და მხარდაჭერა ჩვენი. ძალიან მცირე რაოდენობა გვაქვს ახლა წარმოდგენილი, რაც ხელში მოხვდა, სახში რაც აღმოგვაჩნდა. ის დიდი პატივია, რომ ვიღებ მონაწილეობას პროექტში თაობიდან თაობამდე. გამოფენა გაგრძელდება გვიან საღამომდე, გთხოვთ მობრძანდეთ და დაატკბეთ ჩვენი ქალბატონების ხელნაკეთი ნიმუშებით.